ელჩის ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს. ერთის მხრივ მას ჰქონდა გაცხადებული ამოცანა ჩამოსვლის დროს და იგი პირდაპირაც ამბობდა ამას და სხვადასხვა საუბრებშიც, რომ მას სურდა საქართველოს დახმარება ევროინტეგრაციაში და როგორც ჩანს, იგი ვეღარ ხედავს საკუთარ თავს ამ მიმართულებით ქართული ოცნების პირობებში. აქედან გამომდინარე, მან უმჯობესად არჩია და ჩათვალა, რომ წასულიყო, ასე ვთქვათ, თავის პოზიციიდან. თუმცა ამას შეიძლება მეორე ახსნაც ჰქონდეს. კონკრეტულად ის, რომ მოგვეხსენება ჩვენ მიმდინარე თვეში და გასულ თვეშიც ნახეთ არაერთი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არაერთი დანიშვნა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი წრიდან, თავისი გარემოცვიდან, როგორც ჩანს, მას სურს თავისთვის დაახლოებული პირების გაშვება სხვადასხვა სახელმწიფოებში და შესაძლებელია მათ შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა საქართველოც. რაც შეეხება იმ ნაწილს რეალურად შეიძლება თუ არა ქართული ოცნების აღებულ გეზს, ესე ვთქვათ, გამოადგეს ახალი ელჩი საქართველოში, ამასთან დაკავშირებით ცოტა ევჭვმეპარება, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს გაცხადებული პოზიცია იმისათვის, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ დაახლოვდეს ქართული და ამერიკული ურთიერთობები კვლავ, რა არის გამოსასწორებელი, მე გულისხმობ შემთხვევაში ადამიანის უფლებების მედიის მდგომარეობას და პოლიტიკურ თავისუფლებებს და ამის შესრულების გარეშე მე პირადად ძალიან ევჭვმეპარება, რომ ვინც არ უნდა იყოს ახალი ელჩი, მოხდეს ამ ასე ვთქვათ პოზიციების დაახლოვება. ამიტომ პირველი ის რაც უნდა გააკეთოს ჩემი აზრით ხელისუფლებაში ყოფნა და ზოგადად ბერკეტების მქონე ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ დაახლოვდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კვლავ, ეს არის ამ პრობლემებზე პასუხი, რაც ჩამოვთვალე. ეს აწუხებს როგორც ტრამპის ადმინისტრაციას, ისე ბაიდენის ადმინისტრაციას ორივეს აწუხებდა ორივე შემთხვევაში და მე არ მგონია, რომ რომელიმე ელჩმა და რომელიმე კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა შეიძლება შეცვალოს ეს მიმართება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და პრეზიდენტის მხრიდან. ამდენად სწორედ ეს უნდა იყოს აქცენტი ქართული ოცნების მხრიდან და არა მოლოდინი, რომ რომელიმე ახალი ელჩი დაანიშნოს კონკრეტული ფიგურა და ის ყველაფერს მას ასე კეთოთ შესვლის. ანუ ელჩმა დანიგანმა შეუსრულებელ მისიად მიიჩნია ევროინტეგრაცია ქართული ოცნების პირობებში. ერთ-ერთი ვერსია ეს არის, რომ გამოიფიტა და ხელი ჩაიქნია ამ ყველაფერზე. მე ვფიქრობ, რომ არის ამის შანსი, რომ რა თქმა უნდა, ახლა ამას ვერ ვიტყვით ჩვენ რაღაც გადაჭრით, თუმცა მე ვფიქრობ, ამის შანსი არსებობს და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ეს იყოს და მინდა ხაზი გაუსვა, რომ არ არის გამორიცხული საერთოდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქართული ოცნებისთვის კიდევ უფრო არაკომფორტული პიროვნება გამოგზავნოს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეხსენება ქართული ოცნების დაახლოება ჩემს კომუნისტურ პარტიასთან, არაერთი ეკონომიკური ბმა, მათ შორის შეიძლება იხილეთ ეს Liberty Bank-ის და Bazis Bank-ის შორის ახალი კონტრაქტი, მანამდე ვიხილეთ დაახლოება ეროვნულ ბანკებს შორის, მანამდე ვიხილეთ ჩინური ენის სწავლების საკითხი, რაც არ არის უბრალო მოვლენა, ეს არის გაცხადებული პოზიცია ქართული ოცნების მხრიდან, თუ რომელ მხარეს ირჩევს ამ მძიმე ასე ვთქვათ, სავაჭრო ომში და იმ რთულ დაპირისპირებაში ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ, როდესაც მათ ეს გეზი აიღეს და მათ საჯაროდ გამოხატეს თავიანთი მოსაზრება, მე მეეჭვება, რომ ტრამპის მიერ გამოგზავნილი ახალი ელჩი, რომელიც იქნება ანტიჩინური განწყობების ყველა შემთხვევაში, იყოს ესე ვთქვათ კომფორტული ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის.